ისე მოხდა რომ დღეს ყველა ობიექტი აეროპორტის გზატკეცილზეა. ჩვენ გადავიღეთ ერთი საცხობი, შემდეგ თურქული საცხობი და მოპირდაპირ მხარეს დავინახეთ ეს რესტორანი ლუდსახარში კასელი და სხვათა შორის ამ ლუდსახარზე ქონდა ჩვენ მიღებული წერილი, სადაც გთხოვდნენ რომ პოპულარული ობიექტია და იქნებს ჩვენს გვაჩვენოთ თუ რა ხდება შიგნით. მოდით დავაკმაყოფილოთ ჩვენი მაყურებლის ინტერესი და მოვინახულოთ ლუდსახარში კასელი. აჰა, დამინახეს და იწმინდება, ოღონდ ჩემთვის იწმინდება და სულ ასე იწმინდება, ამაში ხა დავწმუნდებით. 5 წუთში გაწმენდა რესტორნით შეუძლებელია. მანდა მაინც ამ არეულ დროს მოვდივარ მე სულ. არა უშავს მე, ზუსტად არეულ დროში ხვდები როგორია ობიექტი. აბა დალაგებულ დროში ყველა მაგრები ვართ. სლაისერი. სუფთა. ერთადერთი გოგოებო, რაც არ მომწონს და რაშიც ვერ დაგეთანხმებით, აი ეს აქ არ უნდა იდოს. აქ ხო ჯდებ. არა აქვს მნიშვნელობა. სკამზე სადაც ჯდებით, იქ ცომეული არა. აი მაცივარი, ნახეთ, როგორი გაპრიალებულია, ამას შეხედეთ. ყველაფერზე ვადებით. კონდენსატი არ არის და გაწკრიალებულია. ჭერი მოწესრიგებული სუფთა არის, აბლაბუდები არ არის, კონტეინერები ზევით დევს. იდეალურად სუფთაა, ნახეთ რა სუფთაა და რა კარგია ცომის გასაფრთხელებელი. ხორცი როდის გაატარეთ? ახლა გატარებულია, ხო. ხო და გარეცხეთ. კი ბატონო, მოაძვრეთ და გარეცხეთ. ინტერიერზე რა გითხრათ? თითქოს არაფერი განსხვავებული არ არის, მაგრამ ის რომ სცენარეებია უკვე რაღაც მომხიბლელია. საათები რატოა დატენვაზე? ეს მიმტანების საათებია? ანუ ნახეთ, ეს არის მიმტანების საათები, რომლის მეშვეობით აქვთ კომუნიკაცია სტუმართან. ძალიან კარგია, სასიამოვნო ტექნოლოგიებსაც იყენებს და აი აქ არის პროდუქცია, ეს არის მაღაზიის პროდუქცია, ძირითადად არის საათალი და შებოლილი თევზი და არის ასევე შებოლილი სულგუნი, პური და სნექები, რა თქმა უნდა, ლუდი. ლუდი სულ კასელია? აქვე ხარშავთ ხო ლუდს? კედლის მიღმა სახარში. გასაგებია. ეს არის ცნობილი ლუდსახარში. აბა ვნახოთ აქ რა ხდება. ჩვეულებრივი მუშა პროცესი მიმდინარეობს. ახლა ლუდის ტექნოლოგიაში მე ვერ ვერკვევი, მაგრამ რაღაც სისუფთავეში კი ვერკვევი და სუფთა როა ვხედავ. ჭერი ნახეთ, რამ სიმაღლეა, შეხედეთ, მაღალია, ვერ მივწუდი. ესენი როგორ წუდებიან? არც ერთი არ არის ისეთი მაღალი, რომ აი მარტივად შეწუდეს, მაგრამ ხო წუდებიან. ანუ თუ კი სურვილი არის, წუდებიან. კუთხეებს უყურებ, რომ აი ძირითადად სუფთაა. ეს რეზერვუარები აქ ცივდება, ხო? აქ დუხს. აქ დუხს. კი. რამდენი დღე ჭირდება ლუდის მომზადებას? დაახლოებით 10-დან 15 დღემდე ჭირდება ანუ დუღილის. დღეს რო დავიწყებ, მე წასვლამდე ვერ მოვასწრებ მაგის გვაქვს. მარაგი გვაქვს. მარაგი გვაქვს. რა თქმა უნდა, გექნებათ. ეს არის თევზის მაღაზია, სადაც შებოლილი თევზის რეალიზაცია ხდება. ეტიკეტებზე ვადები არის, უყურებ. ერთადერთი რა უნდა გთხოვოთ. ნახეთ, თევზი არის მაღალცხიმიანი პროდუქტი. და ყველა წარწერა ეს არის აბსოლუტურად მძიმე მეტალის შედეგად შექმნილი საღებავი და შემდეგ დატანილი. ძალიან გთხოვთ, ეცადეთ რომ აი ან იქეთ დადეთ და თევზთან კონკრეტულად პროდუქტთან შეხებაში არ იყოს, რომ მძიმე მეტალით არ დავაბინძუროთ. ეს არის ღია სივრცე და ყველა შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს შემოვიდეს და არჩევანი გააკეთოს, მაგრამ აი იქ ვერ შედის მომხმარებელი და იქ მე და თქვენ შევიდეთ. სიმართლე გითხრათ, რეპროდუქციების დაკიდებას მირჩევნია, რომ აი ესეთი სცენარეები იყოს, პალმები, ფიკუსები და ასე შემდეგ. ძალიან ალამაზებს ამ გარემოს და ბათუმსაც უხდება. ეს ხო სუბტროპიკებია და რა თქმა უნდა, ბევრი სცენარე უნდა იყოს. კარგი გადაწყვეტილებაა და ნახეთ, კედელიც მთლიანად სცენარეებით არის. ეს არის რა თქმა უნდა ხელოვნური პლასმასის, მაგრამ ძალიან ბუნებრივად გამოიყურება და აი ესეთი ლამაზი კედელია. სტუმრებს არ გადავიღებ, ალბათ არ გაქვთ სურვილი, თუ გაქვთ სურვილი. ხო, აბა როგორი ლუდია? საუკეთესო ლუდი, საუკეთესო ხალხი გენაცვლია. როგორ ახართ? საუკეთესო ხალხი არიან. და აჯარო ხაჭაპურს მიეწვა. ბათუმში
არის ყველაზე კარგი. აჭარა. სიმართლე გითხრათ, მე რატომღაც ესე მჯერა და მგონია, რომ აჭარული ხაჭაპური მხოლოდ აჭარაში უნდა მიირთვა. იმიტომ რომ ყველაზე გემრიელი აჭარული ხაჭაპური მაინც აქ არის. ყველა აკეთებს, მაგრამ ასე დაკეთება ახლა. ზესტაფონი და დიახ, იქ ზესტაფონი ჩამოწეს უკვე ჯამა. არ ვიცი, მე ყველაფერს კარგს გისურვებთ თქვენ. თქვენს მხარეს იმერეთს, აჭარას სრულიად საქართველოს. ჭიათურას მოკითხვა. როგორი ხალისიანი სუფრა. არ ვიცი, აი ესეთი ხალისი იყოს ყოველთვის თქვენ რესტორანში, მე ძალიან მომწონს რაღაცა ისეთი განწყობით შევედი, ყველას ზოგადად არ უხარია ხოლმე ჩვენი შემოსვლა, იძაბებიან, განსაკუთრებით მადონას რო ხედავენ, ვაიმე, ის ქალი მოვიდა, ესე ამბობენ ხოლმე. ჩვენ არასოდეს არ ვიცით რა დახვდება, რო შევდივართ. არასოდეს არ კარგი იქნება, ცუდი იქნება, რაც იქნება არის. და კიდევ ერთხელ, ვერასოდეს ვერ დამალევს სიმართლეს. მთელი ქუჩა გვიყურებდა აქ რო შემოვდიოდით. ანუ ჩვენ არ შეგვიძლია ეს გადაცემა გადავდოთ და არ გავუშვათ ეთერში. გამორიცხულია, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი თვითმხილველია. შესაბამისად, როდესაც ჩვენ შევდივართ ობიექტზე, რაც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა დახვდეს, ჩვენ ეს აუცილებლად ამას გავუშვებთ ეთერში. ეს არის სამრეცხაო. დარბაზიდან შემოდის პროდუქცია და აქ ირეცხება შემდგომში. კი ბატონო, უფ რა სიცხეა. აი ცხელი პერიოდი აქ არის. აი აქ არის ცხელი პერიოდი. აბა ნახოთ. განწოვები ნახეთ. აი ყველგან აბსოლუტურად არის დაცული მაქსიმალურად, რომ ისევ არ ჩაბრუნდეს კონდენსატი საკვებში და ეს კარგია. აი ფრიზეთი ნახეთ, თქვენ თვითონ შეაფასეთ, მაგრამ ერთ გთხოვთ, აი მოდით, ზევით კი წმინდავთ, მაგრამ აი იქაც გამიწმინდეთ. ხო, ეხა ხედავთ, ხო? კი, ნახე. არ არის, მაგრამ დაიწყება მალე წვეთას, აუცილებლად გამიწმინდეთ. ეს მაცივარი არის, ნახეთ. გაწკრიალებული, შეხედეთ. გამიღეთ. აჰა, აქ ფრი არის ძირითადად და მაცივარიც სუფთაა. ნუ ჭერს თქვენ თვითონ უყურებთ, რომ სუფთაა. უჩი იატაკი არ არის ისეთი როგორიც უნდა იყოს. იდეალური, მაგრამ ამ წუთას წანილებს რომ რეცხავდა რაღაც არის. არა, მე ვუყურებ, რომ აი კუთხეები გამოწმენდილია და ეხა მუშა პროცესის დროს იცის, კი ბატონო. მაცივარიც გასაგებია, დღევანდელი ხორცი, გუშინდელი ხორცი 48 საათი აქვს ხორცს შენახვისვა და ყველაფერი ვადაშია აბსოლუტურად. აჰა, გამომჩადა კიდევ ერთი მაცივარია. ნუ როცა თვითონ კომფორტულად და თავისუფლად არიან, ყველაფერს აი თქვენ თვითონაც უყურებთ. მაგრამ ერთი თხოვნა მაქვს კიდე, აი ეს განწოვიც გამიწმინდა. მაგით დღეს უნდა ჩამომეხსდა დედას გეფიცები მართლა, დღეს უნდა ჩამოგეხსდეს. ეს უყურე რა გახდება მე გეტყვი. ეს არის ნამწვევი გატანილი, კი ბატონო. ერთ ხელ ხსნით, ამას ყოველდღე ვერ ხსნით. ორჯერ გამიწმინდა, არ ყოფნის ესე გამიწმინდა. დღეს უნდა გამომჩამულიყო. მაგრამ რა არის იცი, ერთია კარგი რომ აი აქ დახურულია და თვითონ აი ვერსად ვერ ჩაცვინდება როცა იყოს. მაგრამ მაინც არასასიამოვნოა. ეს ის ობიექტია, რომელსაც რეკლამა არანაირად არ ჭირდება. ფაქტიურად ძალიან ბევრი მომხმარებელი ყავს სულ. მაგრამ ვინაიდან ზუსტად ბევრი მომხმარებელი ყავს, ინტერესიდან გამომდინარე და წინ ობიექტზე ვიყავით აი ზუსტად იმ პურის საცხობში, მის მოპირდაპირე მხარეს არის არაუარეთ გვერდით და შემოვედით და სასიამოვნოდ გავოცდით. დანარჩენს თქვენ თვითონ შეაფასებთ. აბა ვნახოთ ლუცახარში საპირფარეშო. აჰა, ნახეთ როგორი ნიჟარებია. წყალი მოდის, ხელსახოცი არის, აბა შევამოწმოთ, თხევადი საპონი არის თუ არა. კაფი ნამდვილად არის. მე მომწონს რომ სუფთაა და ესეც რაღაც ახალი ტექნოლოგიებია. როდის გაიხსნა თქვენი ობიექტი? ახალია? 4 წელი არსებობს, გასაგებია. აი ეს არ მომწონს, აი ეს არ მომწონს. ესე იგი ძლივს ვნახე რაღაცა, რაც არ მომეწონა. აი ეს არ მომწონს, ესეც რა არის? რემონტია, გასაგებია. ხო. აი ესეც გამოასწორეთ, რომ სისუფთავე იყოს, მოდით ხელსახოცი. სუფთაა, ნამდვილად ხელსახოცი რო სუფთაა გასაგებია, მაგრამ აი ამას გულისხმობ, აი ეს კონტეინერი ხელსახოცების არის სუფთა. აქაც არის ნიჟარა, სუფთა უნიტაზებია თავსახურით, უკვე მიკვირს, როდესაც უნიტაზში თავსახურია, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ არის. ძირითადად 90%-ში შემიძლია დადებითად შევაფასოთ თქვენი ობიექტი.
რაც შეეხება ვიზუალს, ხოლო თუ რა ხდება შინით სამზარეულოში, ამას უკვე მადონას თვალით ნახავდით. სასიამოვნო სიგრილეა, რაღაც ისე გამოვიდა, რომ ბევრჯერ შეგაქეთ, მაგრამ რაც მომეწონა, ვამბობ, რომ მომწონს, რაც არ მომწონს, ამასაც ვამბობ. ეს არ არის არანაირად რეკლამა, არავინ არ იცოდა, რომ ჩვენ შემოვიდოდით აეროპორტის გზატკეცილზე ვიღებდით ობიექტებს და რატო უნდა გამოგვეტოვებინა ლუდსახარში კასელი, შემოვიდით და აი ეს დახვდა. ვართ ბათუმში აეროპორტის გზატკეცილზე ლუდსახარში კასელი.